აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ინტეგრირებულ თეატრ აზდაკის ბაღისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს. ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე თეატრი უახლოეს პერიოდში აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. აზდაკის ბაღისთვის აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილს ეკუთვნის, რომელიც სიმბოლურად თეატრის 10 წლის იუბილეს დაემთხვა. ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსახიობებს აერთიანებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ლევან გალობლიშვილის ინიციატივითა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით აზდაკის ბაღს ოფიციალურად მიენიჭა სახელმწიფო თეატრის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვავს თეატრის უნიკალურ როლს ჩვენს კულტურულ სივრცეში. აზდაკის ბაღი საქართველოში პირველი ინტეგრირებული დასია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. აზდაკის ბაღი წელს 10 წლის ხდება და ჩვენ გვსურდა, რომ მათთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ყოფილიყო ეს თარიღი. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს დასის შემოქმედებით საქმიანობას.